სტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. მათი თქმით, საქართველოს არასდროს დაურღვევია სასანქციო რეჟიმი. როგორც ქვეყნის მთავარ ბანკში აცხადებენ, სანქცირებულ სუბიექტს შეპესე შელბიც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სების მიერ რეგულირებულ სუბიექტს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა, როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა. ირკვევა, რომ კომპანია შელბისის მეშვეობით ჯამში $3 მილიონ მეტი ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა. კრიპტოსფეროს 2023 წლიდან ეროვნული ბანკი არეგულირებს. ამიტომ ყველაფერზე პასუხისგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილთან ერთად მის მიერ მოყვანილ ეროვნულ ბანკში მოყვანილ ნათია თურნავას. საქართველოში რეგისტრირებული კომპანია არის ტერორისტთან დაკავშირებული და მათ შორის ჩვენი ქვეყანა იქცა აი ამ თაღლითური კრიპტო საქმიანობის ტრანზაქციების პლატფორმად. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? ცხადია არის ივანიშვილი, სადაც სწორედ ივანიშვილი იყო და არის დაკავშირებული იმ გლდანის ეკონომიკურ ზონასთან, მან ჰქონდა მას და ბაჩიაშვილს ბიტფური, სადაც მილიარდობით ლარის ბიტკოინი გამოიმუშავეს და თქვენ იხდით ახლა მაგის ფასს. გაძვირებული დენის ტარიფით და ჩაბნელებული საქართველოში და ახლა უკვე იგივე ინდუსტრიული ზონა იქცა და გამჟღავდა, რომ არის ტერორისტთან დაკავშირებული. საზოგადოების საყურადღებოდ ეს განცხადება უნდა გაკეთებულიყო ცენტრალური ბანკის მიერ, მაგრამ დოკუმენტურად რასაკურველია, ისედაც ძალიან ადვილია შემოწმება იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ის ორგანიზაცია, ვის მიმართაც გააჩნია პრეტენზია. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებას ადვილად დასტურდება, ისევე როგორც ნებისმიერი ცრუბრალდება, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, მათ შორის ეს ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ თითქოს და არსებობს ფაქტები, რომ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლის რუსეთი საქართველოს მეშვეობით და არაერთხელ დადასტურდა, რომ ეს სიცრუე და ამ სიცრუეს კონკრეტული მიზანი გააჩნია, ეს არის დაზიანება საკუთარი ქვეყნის, ეს არის მავნებლობა.